მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პირველ რიგში დავიწყებ მადლობის გადახდით იმ ადამიანების მიმართ, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, ვინც ეს უმწვავესი პრობლემა, რომელიც ყალიბდება ჩვენ ქვეყანაში უკვე 10 წლეულის განმავლობაში, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მოახერხეს და კატასტროფად რო არ გადაიზარდა ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. საკუთარი ჯიბიდან ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სრულიად მოხალისეობრივად, ეხა მით უმეტეს ვგრძნობ ამას, იმიტომ რომ ისინი ყველაზე მეტად აქტიურობენ მთელ ქვეყნის მასშტაბებში ადგილზე რომ მივედი, იქაც რამდენიმე ადამიანი ეგრევე მოვიდა, საკუთარი ჯიბით, აცრების ფულის გადახდით, მიუსაფარი ცხოველების გამოკვებით, მოვლით, აქამდე მოიტანეს ის რომ ეს არ არის აი ის ვითარება, რა ვითარებაც აბსოლუტურად შეიძლება იყოს და მალე იქნება. კატასტროფული ვითარება. ეს არის ამ ხალხის დამსახურება და დიდი მადლობა მათ. იმ პირობებში რომ სახელმწიფო ამ პრობლემიდან გვერდზე არის გაწეული და ეხლა მოგახსენებთ. მე ჩავედი ადგილზე შუა დღეს, როგორც კი შევძელი, ეს არის თავშესაფარი მდებარეობს ცოტა ხანში, რამდენიმე წუთში გორიდან. არ მომცეს კამერით გადაღების საშუალება, ფიზიკურად შევედი ტერიტორიაზე, მაგრამ იქ იყო საშუალება მხოლოდ ზეპირად მომესმინა თანამშრომლების მოხსენება, რომ არაფერი აქ არ შეცვლილა. გასაგებია, ხა ჩვენ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ და თანამშრომელი რას მეტყვის ეს გასაგებია. დოკუმენტურად დაფიქსირების საშუალება ვითარების არ მომცეს, პირდაპირ იყო რომ არავითარი კამერა, არავითარი გადაღება, რაც მე დავინახე. იცით რა, ხა თანამშრომლები შეიძლება ცდილობდნენ მაქსიმალურად, მაგრამ ძალიან ბევრი მოუვლელი, საწყალი, ძალიან რთულ დაავადებაში, უკვე ვიზუალურად დაავადებული ძაღლია ადგილზე. ცხადია, რომ ეხლა იცოდნენ რომ თან დღეს ეს ამბავი გახმაურდა და იქ ადგილზე რა ზომები მიიღეს, ამას მე ვერ გეტყვით. კრემატორიუმთან მისვლის საშუალება არ მომცეს და ამიტომ პირდაპირ ესე ითქვა რომ იქით არ შეიძლება, ამიტომ თავარი ეხლა იქნებოდა ამ ფაქტზე კონკრეტულად, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდე. ამ ფაქტზე ყველაზე ადვილი იქნებოდა იქ ჩანს. ადგილზე არის კამერები, მარტივია გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი, აი მარტივია აიტვირთოს სადღაც სრული ჩანაწერი, არა რომელიმე ჩინოვნიკის მიერ შევსებული ოქმი, არამედ სრული ჩანაწერი არსებობს. ანა, ხელთ გვაქვს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და შეუძლიათ მიმართვის შემთხვევაში წარუდგინონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. იყავით ასეთი დაინტერესებული პირი, ხომ ასეა? დიახ, მეორე რაც მე უნდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები არა კონკრეტულად ქალბატონ დიანა, ეხლა ჩვენ ვცხოვრობდეთ შვედეთში, მე ვიქნებოდი შვედი პარლამენტარი, ან კიდევ რომელიღაცა წარმომადგენელი ხალხის საკრებულოს წევრი და მივესალმებოდი ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ ჩვენ ვართ საქართველოში და ქართულ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარიზმში. შესაბამისად, ჩვენ დავინახეთ 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე როგორ გააგდეს თანამდებობიდან, იმიტომ რომ რაღაცას მოაწერა ხელი. არა თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოს მეტი ინფორმაცია მისცა, ამაზე ციხეა. ამიტომ ყველაზე სწორი იქნებოდა პირდაპირ გამოქვეყნდეს კამერების ჩანაწერები. ძალიან მარტივია. იქ არის ვიზუალურად მე ვაჩვენებ შენ სოციალურ ქსელში, დავინახე რომ არის კამერები, თვითონაც თქვენს რომ და ეს უკავშირდება ზოგად პრობლემას, იმიტომ რომ აქ გორთან ეს პრობლემა არ თავდება. ეს არის უსერიოზულესი საკითხი, რომელზეც წერენ მოხალისეები და მოყვარულები, რომელზეც აქცია იქნება 4 აპრილს 7 საათზე, მე მათ დავპირდირო და უჭერ მხარს, რა თქმა უნდა, რომ ამბობენ უკვე მითითება რამდენიმე წყარო არის ზუგდიდიდან თუ მთელი საქართველოს მასშტაბიდან, რომ უფრო სასტიკი არის მოპყრობა მიუსაფარი ცხოველების მიმართ. ეს პრობლემა გორით არ იწყება და არ თავდება. არ აქვს შესაბამის დაწესებულებებს დაფინანსება, არ ხდება შესაბამისი სტერილიზაცია, აბა რატო ხდება ესეთი გამრავლება, ამ დონის გამრავლება ცხოველების და იქ რო ვიყავი, იმდენი პატარა და მიუსაფარი რეკვი არის ადგილზე და მთავარი კითხვა არის, ხო, რატო არის გამრავლება? იმიტომ რომ სტერილიზაციის დაფინანსება არ ხდება, სტერილიზაციის აღსრულება არ ხდება. აქტივისტებს მაგრამ ეხლა რა პროცესიც მიდის ეს ხომ არის სწორედ აი ამ სტერილიზაციის და ვაქცინაციის პროცესი, ანუ მიუსაფარი ძაღლები მიყავთ ამ კონკრეტულ ადგილებში და იქ ხდება სტერილიზაცია და ვაქცინაცია.
ჯერ 9,000-ზე, შემდეგ 36,000-ზეო, ასეთია ოფიციალური ინფორმაცია. და იქ გამოვლინდა რაღაც კომუნიკაციის პრობლემა და ამაზე ვიმუშავებთ. მოკლედ, დღეს რაღაც ტიპის განმარტებები კეთდება მთელი დღის განმავლობაში მათი მხრიდან, როგორც ჩანს, ამ გავრცელებულმა ინფორმაციამ ეს თქვათ მეტი პასუხებისკენ უბიძგა მათ. ყველაზე კარგი იქნებოდა დაპატიჟეთ სურსათის უმნებლობა და აი სახელმწიფო მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობა ცხოველების უფლებების დამცველებთან დებატში პირდაპირ შესთავაზეთ მას და მოვიდნენ და ამ ხალხის, რომელმაც ყველაზე კარგად იცის და უკვე არაერთი წყარო ვრცელდება საჯაროდ, რომ ჯერ ეს ერთი ის რაც უნდა გაკეთდეს, არ კეთდება ნორმალურად და ის ზრდა, რომელიც ჩვენს წინაშე არის 10,000-ობით ზრდა, სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ სწორად დროზე არ ხდება სტერილიზაცია და არ ხდება ვაქცინაცია ცხოველების მოვლა და ბოლო რაც ხდება, უკვე ხალხი ძალიან შეწუხებულია და მე არავით არის საფუძველი არ მაქვს რომ ეჭვის კითხვა გავაჩინო პირიქით ყველა ეს შემთხვევა ზუსტად საჭიროებს პასუხს. ძალიან ბევრი შეტყობინება არის რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არის სასტიკი მოპყრობა ცხოველების მიმართ. მიყავთ და ის რაც უნდა ხდებოდეს წესით სტერილიზაცია და ადგილზე დაბრუნება. კაპიტან დიანა, მე ვარ პოლიტიკოსი და ეს არის მთავარი პრობლემა, რაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ არ ხდება იმ ადგილზე დაბრუნება, სადაც ისინი მიჩვეულები არიან, ყავთ პატრონები, ადამიანები, რომლებიც მათ პატრონობენ, აჭმევენ და იმ სივრცეში ადაპტირებულები არიან. მოდი შევხედოთ, მე ვარ პოლიტიკოსი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქუჩები, ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულები. და ეს დაცვა უნდა მოხდეს ზრუნვით და არა სისასტიკით. ის რაზეც დღეს გვეუბნებიან და აქტივისტები და მოყვარულები საუბრობენ და აქციასაც მართავენ, ქალბატონო დიანა, დღევანდელ პირობებში აქციის გამართვა თქვენ ადვილი საქმე გონიათ? ეს არ არის ადვილი საქმე. ყველა ადამიანი, რომელიც ქუჩაში აქციაზე გამოვა, პარასკევს ხო 4 აპრილს საღამოს ის ადამიანები არიან ამ საქმისთვის გულანთებული ადამიანები და ის ადამიანები ამბობენ რომ ის რაც უნდა ხდებოდეს ყველაფერს თავი დავანებოთ რატო მოვიდა ეს პრობლემა აქამდე რატო არიან ეს ადამიანები ამაში ჩართულები და არ არიან დაკავებული სხვა საკითხით იმიტომ რომ მთელი უბნები და მთელი მხარეები აგერ ეხლა რომ შევედი თვითონ თავშესაფართან რო შეხვალთ იქ არის უამრავი ძაღლი ადგილზე. რატომ არის ასე? იმიტომ რომ 13 წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და ვერ და არ აბავს ამ პრობლემას თავს. იცით რატო არ აბავს? იმიტომ რომ საკუთარ თავებს ხელფასები მოუმატეს წელს და ახალი ავტოპარკი შეიძინა ქართულმა ოცნებამ იმის მაგივრად, რომ მაგალითად თავშესაფრებს ფული დაუმატონ მეტი სტერილიზაციის, მეტი აცრებისთვის და მეტი წამლებისთვის. ადგნენ და ავტოპარკი რა დაძველდა წინა მანქანები? ბიროი უყიდეს თავიანთი მერს, დამქაშე? კი ბატონო, ანა, მაინც მინდა რომ დეტალები მოგვიყვეთ, როცა მიხვედით აი ამ თავშესაფარში და სთხოვეთ მეტი ინფორმაციის მოწოდება, რა იყო მათი პასუხი. იქედან გამომდინარე, რომ თავად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ღია არიან და რაღაც მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას. რა უნდა მოგიყვეთ, მითხარით? და რა გიპასუხეს თქვა, ანუ რატომ არ მოგაწოდეს მეტი ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენ მიხვედით ადგილზე და გინდოდათ მეტის გაგება, დარწმუნება, რომ ისე არ არის, როგორც გავრცელდა ინფორმაცია და ისეა, როგორც თავად აცხადებენ. კი ბატონო, ცალსახად ითქვა, რომ ახალი არაფერი არ მომხდარა, ახალი არაფერი არ შეცვლილა. ეს პანიკა ტყუილა არის ატეხილი, უბრალოდ გადაღება არ შეიძლება და კარანტინთან მიახლოებაც არ შეიძლება. გადაღება არ შეიძლება აი იმ ვითარების რაც იქ იყო. შესაბამისად, ამის შემდეგ სწორედ რამდენიმე წუთში მოვიდა გარემოს დაცვითი სამსახური რაღაცა ოქმების ასაღებად. ეხლა საქართველოს სახელმწიფო უწყების საჯარო მოხელე ადგილზე ადამიანი, რომელიც 1200-1500 ლარად ინარჩუნებს იმ სამსახურს, მე მათ უბრალოდ ვერ განვურისხდები და ვერ გავუბრაზდები, იმიტომ რომ ვიცი რომ როგორც ის ჩვენი სასიქადულო მსახიობი მუშტაედის პარკიდან ყარაულის თანამდებობიდან გააგდეს, იმიტომ რომ დაალაიქა რაღაცა სოციალურ ქსელში. თქვენ ხო ხვდებით რა სიტუაციაა. ამიტომ თუ ვინმე სიმართლის გარკვევა უნდა გამოაქვეყნოს კამერები, არანაირი პრობლემა არ არის. ატვირთოს, უმარტივესია
აქვს ამის დაფინანსება 10,000-ობით ლარი თვითონ მთელ უწყებას და ატვირთონ კამერები და გამოაქვეყნონ იმ ღამეს რა ხდებოდა. იქ ძალიან კარგად უნდა ჩანდეს წესით, რა ტიპის ცხოველი მიაქვთ თუ მიყავთ. ძალიან კარგად უნდა ჩანდეს. ამიტომ არ უნდა ამას ვიღაცა ადამიანების მოწყვლადი ადამიანების კიდევ გაპრესვა ზემიდან ძალიან მარტივია. იმ ხალხმა, რომელიც ხედან ყოველთვის ჩვენ უწყებაში ხედან ზევით თბილ სკამებში არც იკადრა გარეთ გამოსვლა დირექტორმა სხვათა შორის. არ იკადრა, სხვა ვიღაც დამესაუბრა. დირექტორი არ გამოვიდა, სხვები თუ ჩავიდნენ, აბა თუ გამოვა, აბა თქვენთან ეთერში თუ მოვა, ეს მაინტერესებს. აქ პრობლემა სხვა რამესია. ეს ყველაფერი საინტერესოა, რას თქვენ თქვით, ცხოველთა უფლება დამცველებთან უნდა. რომელსაც ცხოველები აინტერესებს თუ საკუთარ აკვარიუმში ყავს და კერძო ზოოპარკში ყავს. ის ცხოველი აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს. ახლა 13 წელია, აი რაც ქალაქის და ქვეყნის ქუჩებში ხდება, რომ ყველა გზაზე, ყველა მინდორველზე რამდენიმე მიუსაფარი ძაღლია, ეს სამსფეროს მიუხედაობიდან ეს გამომდინარეობს, ეს მაია ბითაძიდან გამომდინარეობს, რომელმაც 1000-ჯერ მოატყუა ეს მოხალისეები, ადამიანები ამ საკითხის კომაგები და მე მიიღო რაღაცა გაუგებარი კანონმდებლობა, რომელიც არის დღეს მიღებული. ამიტომ სისტემურად ადამიანებს ურჩევნიათ საკუთარ თავს პრემიები დაუნიშნონ, 13,000 ხელფასით იარონ და მე ეს ყველაფერის იმას დააბრალონ რომელიღაცა იმას ჭიშკრის გამღებს, ხო ეს ხო უსამართლოა. კი ბატონო, ცხოველთა უფლება დამცველებმა ალბათ ყველაზე კარგად იციან, როგორ შეიძლება თქვა კომპლექსური მიდგომა იყოს ამ საკითხისადმი. ქსელში ახლა ვკითხულობ, ზოგი წერს, რომ მაგალითად ჩვენ უბანში ყველა ძაღლი, ვინც არის, ეს თქვათ არის ვაქცინირებულიც, კასტრირებულიც, მოკლედ გვაქვს ამ ხრივ მოწესრიგებული და ხელი არ დააკაროთო ამ ტიპის კომენტარი შემომხვდა ახლა ერთი კონკრეტული მომხმარებელი წერდა სოციალურ ქსელში. ანუ როგორ ჩანს ამ ხრივ ეს პატრონები, მიკედლების სისტემა რაც ქვია, რაღაც ჯგუფებს პატრონობს და ალბათ ესეც არის მათი პრეტენზია, რომ ვისაც აქვს შესაბამისი ნიშნები, რომ უკვე ჩატარებული აქვთ ეს პროცედურები, არ მოხდეს მათი გადაყვანაც, მოკლედ კარგი იქნება მართლაც მათი ერთმანეთთან კომუნიკაცია, თუნდაც ეთერის მეშვეობით საინტერესო იქნებოდა, რომ ნაკლები კითხვა იყოს და ასეთ საგანგაშო ინფორმაცია არ ვრცელდებოდეს. ანა, მინდა აუცილებლად კითხოთ ასევე სახალხო დამცველის ანგარიშზე, სადაც 400,000-მდე დაუცველთა ბაზაში 400,000-მდე ბავშვის მოხვედრაზეა ლაპარაკი, საიდანაც 23,000 პირველად წელს დარეგისტრირდა, არა წელს, არამედ საანგარიშო წელს, ეს არის 2025 წელი, რა სიტყვით ამ მაჩვენებელზე, რომელიც დღეს აი ამ ანგარიშით გახდა საჯარო. ცოტა ხნის წინ ორშაბათს ვიყავი სემეკის ხდომაზე, სადაც მორიგჯერ გაძვირდა ელექტროენერგია 5 თეთრით გაუძვირდა ჩვენს მოსახლეობას დაახლოებით 1/13-ით, 30%-ით. და საქმეც იმაშია, რომ ეს მხოლოდ ელექტროენერგიის გაძვირება არ არის, ეს არის ნიშანი, როგორ ძვირდება და კიდევ უფრო გაძვირდება და როგორ საარსებო კრიზისში გადარჩენის პირას არის საქართველოს მოსახლეობა. ეს ციფრები, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ეს ციფრებიც აი ქართული ოცნების მემკვიდრეობა ჯერ კიდევ როდის გამოაცხადეს, რომ თურმე გაიაზრეს, რომ ბავშვთა სიღარიბე აქვს ქვეყანაში და ამას დააყოლეს კვირიკაშვილი. იმის შემდეგ ქვეყანაში ვითარება მხოლოდ გაუარესდა. აქ არის შექმნილი ორი საქართველო. ეს არის გაზულუქებული მეტენდერეების საქართველო. ეს არის ძალიან პატარა ჯგუფი და მათი ოჯახები, ეს არის კოლექტიური ზარქუას ოჯახი, რომლის მთელი ოჯახი რომელიღაცა თანამდებობაზეა, რაღაც ბიზნესშია, რაღაც ადმინისტრაციაში არის შეტენილი და დანარჩენი საქართველო, რომელიც საბოლოო ჯამში მერე თავს პოულობს სოციალურ დაუცველთა ბაზაში. აი ამათ არის გაყოფილი ქვეყანაში საარსებო კრიზისია, რომელიც სამწუხაროდ, ნახეთ, იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება, ინვესტიცია აქ არ შემოდის, ფული არ შემოედინება. ის ეკონომიკური ზრდა, რომელზეც კობახიძე ლაპარაკობს, ეს არის ფულის რეცხვა. არაერთი ეკონომიკური დასკვნა არის ამასთან დაკავშირებით. აქ შემოდის ფული ბიტკოინების მეშვეობით და ჰოპ, გადის ეგრევე ოფშორულ ზონებში და ადგილზე ეს ფული არ რჩება. ეს უთანასწორო ეკონომიკური სისტემა საბოლოო ჯამში იხუვლებს 100%-იანი
საშინელება ჩაგვრითი ეკონომიკური სისტემა არის შექმნილი და ეს ციფრები ზუსტად მაგის დამადასტურებელია, რაც თქვენ თქვით. კი ბატონო, მადლობა ანა დოლიძეს, რომელიც ჩვენ კითხვებს პასუხობდა, ასევე აქცია